სასწავლი მეგობრებო, ჩვენ ორი ძერ კბილის ვხეყავთ, მაინც ყველას კბილი გაფუჭდება. სადაა პრობლემა? დრო. ცუდი დრო არჩეული გვაქვს კბილის გასახერხებლად. დილით რო ვდგები ჩვენ, სასარგებლო ბაქტერია დაგროვილი პირში. ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ცუდი ბაქტერია დაგროვდება, თუ პირღია ზინავს, ან რეფლუქსი გაქვს. ეს ერთი შემთხვევა შეიძლება პირში ცუდი ბაქტერიაა დაგროვილი. დანარჩენი ყველა ადამიანმა პირველად წყალი უნდა დალიო, კარგად გამოვალოთ და უნდა დალიო ეს წყალი. ეს სასარგებლო ბაქტერია. გინახია ძაღლი თავის ენით კურნავ. იმიტომ არის იქ საშუალება. ბუნება მოგცა ჩვენ ყველაფერი. კბილი უნდა გაიხეხო საჭმელი ჭამის მერე. დილით რო საჭმელი შეჭამდა მუშაობს და მიდიხარ სახლიდან გარეთ, მაშინ უნდა გახეხო კბილი. კბილებში არადროს არ უნდა დარჩე პური, ნებისმიერი ცომეული, ნებისმიერი ტკბილეული. ეს სამი თუ დარჩება, რამდენიც გინდა კბილები გაიხეხე, კბილები გაფუჭდება. ღამე ძილის წინ რო გახეხავს, დილით რო დგები, რა გიჭამია, რომ კიდე კბილებს გახეხავს. ბავშვებს იგივე აკეთებენ. დილით პირველი საჭმელი რო შეჭამ და მიდიხარ, სუფთა რო იყო პირი, შიგნით არაფერი არ უნდა დარჩე, ბაქტერია არ დარჩება და კბილი არადროს არ გაფუჭდება. ღამე საჭმელი რო შეჭამ, ძილში რო მიდიხარ, იმის მერე უნდა გახეხო კბილი. ეგაა სრული ფილოსოფია, სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი.